საღამო მშვიდობისა, ეთერშია გადაცემა აფხაზეთი გიორგი გასვიანთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვებას. სოხუმელ ვლადიმერ კაჭარავას პორტრეტი. გაგაცნობ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელს, მეცნიერებათა დოქტორს არჩილ ჩოჩიას. აფხაზეთის მომავალი, წარმატებული მოსწავლე აფხაზეთის მკვიდრი სანდრო შონია. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებმაც პატივი მიაგეს ტამიშთან ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას. 22 წლის წინ 1993 წლის 2 ივლისს გამთენიისას ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირებებიც. რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 200-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, მაშინ ქართულმა ჯარისკაცებმა შეძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები, სტრატეგიული ზონა არ დათმეს და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი. მემორიალურ დაფასთან შეკრებილმა მეომრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 22 წლის წინ ტამიშზე განხორციელებული შეტაკება. 2 ივლისის ბრძოლა გამთენიისას დაიწყო, ეს იყო ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგის მიერ დაგეგმილი, მათ შორის იქ მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სამხედრო ძალები. მიუხედავად ამისა, მათი ჩანაფიქრით ჩაფლავდა და ჩვენ მოვიგერიეთ ეს ბრძოლები. სამწუხაროდ დაგვიღუპა 199 ვაჟკაცი და 23 იყო დაჭრილი. ანუ მათი ოპერაცია მიზნად ისახავდა იმას, რომ სოხუმი და აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტები გაეყო შუაზე, იმისათვის, რომ შემდგომ მომხდარიყო ქალაქ სოხუმის აღება თავისი ტერიტორიებით, მაგრამ ეს სასტიკი ბრძოლები იყო, მაგრამ როგორც ასეთი ეს ბრძოლაც ჩვენ ბიჭებმა, ჩვენმა გმირებმა და ვაჟკაცებმა მოიგეს. მოვედით იმ განწყობით, რომ ის ბიჭები მოვიხსენიოთ, ვინც დაგვეღუპა იქ აფხაზეთში. მარტო ტამიშის დესანტის დროს კი არ საერთოდ 92-13 წლებში ეს ამთავარი განწყობა და იმედით, რომ ამ ბიჭების თავის გაწირვა, თავისი ცოცხლის გაწირვა, რომ გამართლებული იქნება და საბოლოო დაბრუნდებით აფხაზეთში. დღე მახსოვს ძალიან კარგად, რომ მეც იქ ვიყავი იმ ბიჭებთან გვერდით. და იცით რა იყო, ეს არის ქართველი მეომრის ღირსების დღე, ქართველი კაცის ღირსების დღე იყო. ის რაც იმ ბიჭებმა გააკეთეს იმ პერიოდში, ეს არის გმირობის ტოლფასი. მე თავს ვიხრი მათ წინაშე, მათი მშობლების წინაშე და მათი კაცობის წინაშე. მათ თავი შეწირეს თავის სამშობლოს. ეს არის მაგალითი, რომელზეც უნდა გავზარდოთ ჩვენ მომავალი თაობა. ამ დღეებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ერთმა ნაწილმა ხმაურიანი აქციით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. უბინაო დევნილებმა თბილისში თემქის დასახლებაში ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმის უფუნქციო შენობაში შესვლა სცადეს. მათი ეს ქმედება ვერ განხორციელდა, რადგან ობიექტი გაძლიერებული დაცვის ქვეშ დახვდათ. წინა პერიოდებში კარავი მქონდა გახსნილი 7 თვე ჯექი. აგერ არიან ჩემი ის ქალები. მე იქიდან საპატრიარქოში შევედით. შეგვიყვანას ესეც დახმარებით. საპატრიარქოში 8 თვე ვიცხოვრეთ. იქიდან 20 ოჯახი, 30 ოჯახი ცხოვრობდით, გადაიყვანეს ფოთში, დანარჩენები, რომელსაც არ შეგვეძლო მაგ ფოთში წასვლა, დავრჩით ისე და დღემდე ისე ვართ. 26 მაისის დროინდელია ეს ფეხი, აი. ჯოხი რომ იკავია. საოპერაციო ვარ, მაგრამ როგორც ასეთი არა მაქვს ისა, მე ვერ შევაგროვებ. მიუხედავად იმისა, მეუღლე დამეღუპა, მე ვარ მარჩენალ დაკარგული ოჯახი, თვითონ ომის ვეტერანი, ვერ შევაგროვებ. 15-12 კულას თუ რამე არის და სასწაული არ მოხდა, ვერ შევაგროვებ და ეს 7 და 6 და 5 კულა გამავალი არ არის. აი როდის გვეწევა ჩვენ რომ მოხდეს ამ ბინის იმაში, მე თვითონაც არ ვიცი. ღმერთმა მიცეს ყველას, შეიძლება ზოგს 20 ბინა კონდეს, მე ერთი არ მეკუთვნი ის. შეამოწმონ. ბაზაში კი არა სადაც უნდა შევიდნენ. მიჭირს, იმიტომ მოვედი აქა. გავიგე რაღაცას აპირებენ მოტოვლებით, მე დავდექი აქა. რატომ? მიჭირს იმიტომ. 4 თვის ბაღანა მყავს. კიდე კაი რაღაცა მუშაობ და 2 კაპიკის ფულს ვაკეთებ, რომ
ამათი იმედით მე უნდა ვიყო დღეს პტარი. რაც გადმოვედი, ცხოვრობდი ნათესავთან. გაფართოვდა ოჯახი, უკვე არ მაქვს არსაც წასასვლელი და საცხოვრებელი ფარდი. იძულებული ვარ სადმე შევიჭრათ. იმიტომ რომ არ გვაქცევენ არავინ ყურადღებას. დავწერე აპლიკაცია, სამი ქულა მომანიჭდეს. როდის იქნება სამი ქულა? ალბათ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ველოდო და იძულებულები ვართ რომ შევიჭრათ და გეგმავთ აქციებს. აქციას წინ უსწრებდა დევნილების მიერ სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი განცხადებები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იზოლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრების, სახალხო დამცველის და მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელზე. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან მათ არ აქვთ საცხოვრებელი ბინები, იძულებულნი არიან შესახდნენ აღნიშნულ ფარდში, რომელიც მათი თქმით ამ დრომდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. მე დამერიგეს დღეს დევნილებმა რომ ჩვენ შევდივართ აქ და დაგვიცავთ ჩვენ ინტერესები. მე იძულებული ვიყავი, ჩამოსული ვიყავი, მოვედი დამხვდა ხალხი აქ. მათ უნდა შეჭრა, მე მივედი დაცვაში, დაცვას დავილაპარაკე, ასე მოსული იყო თელი ათეული კაცი პოლიციელების და მოახსენეს შემდეგი რომ არის ხალხი შეკრებილი ასეთი, რო არ იყოს რამე შემთხვევა რომ ურთიერთდაჯანმრთელობისა ამ სიტუაციაში ხალხი უნდა შემოსვლა და რა ვქნათ. მოვიდა ტოლიდა სამინისტროდან წარმოადგენელი, ჩაიწერა მონაცემები, წაიღო ეს მონაცემები. მივედით მე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ერთ-ერთი და ჩემთან ერთად კიდე კოლეგები მივედით და გავესაუბრეთ და მათ გითხრეს რომ ეგ მათი დღევანდელ დღემდე იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, მაგრამ დღევანდელ დღეს გადავიდა როგორც მათი ნათქვამი იყო რა ქვია განათლების სამინისტროს ბალანსზე და დაიწყეს დღეს რემონტი ამ შენობაში და არ ვიცი რატომღაც დღეს ხალხსა გადაწყვეტილი ის რომ როგორც 2011 წელს იყო კარვის დადგმა სამინისტროს წინ იგივე შეიძლება მიმართოს ხალხმა იქიდან გამომდინარე რომ ცხოვრობს ეს ხალხი გაუსაზღლის პირობებში. როგორც აქციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ომის ვეტერანები და ავადმყოფები. ეს ის კატეგორია, რომლებიც დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული აპლიკაციის შედეგად აღებული ქულებით ვერ ეკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომ მოხვდნენ 2015 წლისთვის გასანაწილებელ ბინებში. აქციის წარმომადგენლები მეორე დღეს შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იზოლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს და გადასცეს მათი სიები. სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურად აბლუთიამ ცალსახად განაცხადა, რომ ირიცხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე და იქ უკვე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დევნილებს, არის უკანონო ქმედება, შესაბამისად ჩვენი მხრიდან ეს ვერ იქნება მხარდაჭერილი. კონკრეტულად გუშინდელ ფაქტს რაც შეეხება, ისინი ცდილობდნენ კოლეჯის შენობაში შესვლას, სადაც უნდა გაიხსნას ახალი კოლეჯი, ყოფილი კოლეჯის შენობა უნდა რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და გაიხსნას და თავისთავად ჩვენ ამას მხარს ვერ დაუჭერს. რაც შეეხება ამ ოჯახებს, ჩვენ ყველას ვესაუბრეთ. სამინისტროშიც ყავდა ეს ადამიანები, შევხვდით და მათ უთხარით, რომ როგორც წესი არის, მათ უნდა შეავსონ განაცხადები და უნდა დაელოდონ თავიანთ რიგს. მათ ნაწილს შევსებული აქვს ეს განაცხადები, თუმცა უნდათ, რომ ვიდრე მათი რიგი მოამანამდე მიიღონ ეს ფართი და თვითნებურად დაიკავონ, რაც თავისთავად მიუღებელია. ნაწილი კი მათ შორის იყო ისეთი ადამიანები, ვისაც თავის დროზე შეიძლება ფულადი კომპენსაცია აქვს აღებული, ან სადღაცას ფართი აქვს დაკანონებული, კომპაქტურში ცხოვრობს და მათ ეს არ აკმაყოფილებთ და უნდათ გაფართოება. ესეთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თავისთავად ხელმეორედ მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. წელიწადსა და 9 თვეში ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც საცხოვრებელ ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. ეტაპობრივად კი 25-16 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი და იქ 2000-მდე ოჯახი განსახლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბურ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ქუთაისში პრემიერ-მინისტრთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ტოლვის და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებოდნენ. მშენებლობის ადგილას დამონტაჟებულია ვიდეოკამერა. ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის თავად დევნილებს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს ინტერნეტით ადევნონ თვალის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას. შერვაშიძის ქუჩაზე ასევე განთავსებულია საათი, რომელზეც ნაჩვენებია მშენებლობის დასრულებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა. მე მინდა ყველას მადლობა უთხრა, ვინც არის ამ პროექტში ჩართული, პირველ რიგში მინისტრს, მშენებელ კომპანიებს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე
2000 ოჯახს გავაბედნიერებთ, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ნამდვილად ღირსეული თავშესაფარი. და ბინები რასთავარია მათ საკუთრებაში გადაეცემათ და მიეცემათ საშუალება რომ დაგეგმონ უკეთესად თავიანთი მომავალი, თავის შვილების მომავალი და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება რომ ყველა დევნილის ოჯახს ჰქონდეს ღირსეული პირობები, ცხოვრების პირობები და ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერს. ქალბატონ ჟუჟუნა გოგუას პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ხუთივლის ქუთაისში მცხოვრებმა 35-მა დევნილმა ოჯახმა 21 წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალ მოსახლეობა იზეიმა. დევნილთა ოჯახებს საცხოვრებელი ბინების გასაღებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად გადასცა. მთავრობის მეთაურმა დევნილთა განსახლების მინისტრთან ერთად ქუთაისის ცენტრში ახლად აშენებული კორპუსი დაათვალიერა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ახალი მთავრობის პირობებში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქნა დასახული სწორედ დევნილების დაბინავება, თქვენთვის ღირსეული პირობების შექმნა. და სწორედ მე მინდა გითხრათ, რომ მაშინ როცა ჩვენ მოვედით მთავრობაში, დევნილების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 25 მილიონი ლარი, დღეს არის 70 მილიონი ლარი. ახალმოსახლე ოჯახებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს მთავრობის მიერ დევნილი მოსახლეობისთვის გაწეული ზრუნვისთვის. დევნილთა განსახლების სამინისტრომ მინაშენიების პროექტის ფარგლებში ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. შმიდტის ქუჩის ნომერ 2-ში არსებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი 35-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დარჩენილი 18 ბინა დევნილ ოჯახებს 2015 წლის ბოლოს გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს, ესე იგი, ქართველი მენაშენიანებისგან ბინების გამოსყიდვას, ეს წარმატებით ხორციელდება და რატომ არის საინტერესო ეს პროექტი? იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ დევნილებს ვაძლევთ ღირსეულ პირობებს, ცხოვრების პირობებს, ვაძლევთ ჩვენ ბინებს და მეორეს მხრივ ჩვენ ხელს ვუწყობთ წარმოების განვითარებას, მშენებლობის განვითარებას. ჩვენს ქართველ მენაშენეებს, მშენებლებს ეძლევათ საშუალება რომ მიიღონ ამ პროექტში მონაწილეობა. დასავლური პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, კონკურსის პირობებით ხდება, ესე იგი, მენაშენეების შერჩევა. და ჩვენ თბილისში, ქუთაისში, ასევე ბორჯომშიც უკვე რამდენიმე ასეული ბინა გადავეცით საჩუქრად ჩვენს დევნილებს. მინდა მოგილოცოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღეთ ეს სახლი და ბატონო პრემიერო, ბარემ პატარა ანგარიში იმერეთში ვარდათ და ესე იგი 751-მა ოჯახმა მიიღო უკვე სახლი იმერეთის რეგიონში ახალი საცხოვრებელი აქ არ შედის დაკანონება. ამას ემატება 35 ბინა დღეს, რომელსაც გადავცემთ და ამას ემატება 52 სოფლად სახლი. ანუ ჯამში 850-მდე ადამიანმა მიიღო ბინა იმერეთში და პლუს დაახლოებით ამდენივე ადამიანს დაუკანონდა ის საცხოვრებელი ფართი, რომელიც ისინი ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს მათი არ იყო და დღეიდან ისინი არიან ასე სრულფასოვანი მეპატრონეები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 22 წელია თბილისში დევნილობაში ფუნქციონირებს. განსაკუთრებული დატვირთვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელმა სასწავლებელმა რთული საგანმანათლებლო ფუნქცია დაარსებიდან დღემდე საინტერესოდ და ღირსეულად, მაგრამ ამავდროულად სირთულეებით გამოიარა. სოხუმის უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 2900-მდე სტუდენტი სწავლობს. სულ მალე 7 ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები იგეგმება. დეკანობის მსურველი 2 კანდიდატია წარმოდგენილი. ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუდენტთა თხოვნით წინა საარჩევნო გარემოთი და კანდიდატთა საარჩევნო პროგრამით დაინტერესდა და მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ესტუმრა. იმ დღეს სტუდენტებს შეხვედრები ჰქონდათ დეკანობის მსურველ კანდიდატებთან, პროფესორებთან, ნანა გულუასთან და მალხაზ აშორდიასთან. პირველი შეხვედრა ამჟამად დეკანის მოვალეობის შემსრულებელთან, ბოლო 6 წლის განმავლობაში მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან მალხაზ აშორდიასთან შედგა. შეკრებილ სტუდენტებს პროფესორმა მის მიერ განვლილი პროფესიული გზა გააცნო და დეკანობის პერიოდში საკუთარ მიღწევებზეც ისაუბრა. ცოდნა მოითხოვოთ ჩვენგან ეს ცოდნა. გასაგებია პრინციპი? აი ეს ახალი საბაზრო ეკონომიკის სპეცი. მე ხოს რაში ვიხდი? მე სტუდენტთან ვარ სტუდენტი, დამლაგებელთან დამლაგებელი, მეცნიერთან მეცნიერი. ჩემი სტუდენტები არიან როგორც თავისუფლად შემოდიან თავი და მაქსიმალურად ყველაფერში ვეხმარები, რაც შემიძლია. ხონდა კონკრეტული შეკითხვები, რომელსაც ფაქტიურად ბატონმა მალხაზმა ვერცერთს ვერ გაგვეცო პასუხი ნორმალ, რომელსაც სტუდენტებს ჭირდებოდა, ვერ დაგვირდა იმ დაპირებებს, რომელსაც სტუდენტები ითხოვენ, კონკრეტული კითხვები იყო, კონკრეტული პასუხები არ იყო, ზოგადი პასუხები იყო და ეს არ იყო ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. ის რო დეკანი ხარ, უნდა იყო გასული სტუდენტებში, სტუდენტების პრობლემით უნდა დაინტერესდე, უნდა იყო იმაზე ორიენტირებული, რომ სტუდენტს რა უჭირს დღეს, რა უნდა სტუდენტს დღეს. კომპიუტერების პრობლემა. ჩვენ უკვე მეორე კურსზე ვართ, გვაქვს კომპიუტერები, რომლებითაც ვერ ვახერხებთ პროგრამების გაშვებას, ვერ ვახერხებთ იმ
განათლების მიღებას, რაც წესით უნდა მივიღოთ უნივერსიტეტისგან. აი ამ პრობლემებზე ქონდა საუბარი, ამასაც თუ გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება. მესამე კიდე რაოდენ ცოტა უხერხულიც არ უნდა იყოს, ეს არის წყლის პრობლემა, სასმელი წყლის პრობლემა. როდესაც წყალი უნდა სტუდენტს შევდივართ ოდიში და საპირფარეშოში და იგვიწევს წყლის დალევა, სადაც არ არის ანტისანიტარია, არ არის, უბრალოდ იქ არ უნდა სწავლდეს სტუდენტი წყალს, რომელიც 2000 ლარს იხდის განათლებაში და არა მარტო განათლებაში, იქ იხდის რომ ნორმალური ინფრასტრუქტურა იყოს, ნორმალური იყოს ყველაფერი. არ არის 6 წელი ცოტა რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს არის. დასწრების პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული. ან დასწრების იყოს სავალდებულო და დაიწეროს ის ერთი გულა იქნება თუ რაღაცა ცოტა мотивაციაცაც მისცემს სტუდენტს. პროფესორ მალხას აშორდიას წინა საარჩევნო ნებათა ღელვასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. ყველანაირად ცდილობენ ფაკულტეტში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომელიც აი ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს. მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩემ პროგრამაში ეს ყველაფერი გათვალისწინებენ, კომპიუტერების მოწყობაც, გარემონტებული ისინი ესე, ხედავთ, 1-2 წელს გავარებთ, რა დღეშია, ხედავთ. ხმალთ ამას ამოსაღები საერთოდ. ცხადია, პირველში კომპიუტერები უნდა მოვიტანოთ აქა. მეორე ის აი ხედავთ, ნელონები დავაგეთ. რატო? იმიტომ ცუდი პარკეტი ხო, ეს სამი საშუალება გვაქვს ჯერ. როგორც კი თანხა მოდის, აქ თანხიდან კაპიკი არსად არ მიდის. სწავლების ახალი რა იქნება, რაც მიღებული იყო ისა, ის არის ძალიან მოქნილი სწავლების სპორა, მაგრამ მეორე საკითხია თვითონ რა სწავლობენ, უნდა თუ არა სწავლა. და სხვათა შორის, აი სტუდენტკავშირში რო იცევენ ბავშვებს, ძირითადად ჩამორჩენილი სტუდენტები არიან. აი ბავშვები იქ არ არიან. სტუდენტებთან შეხვედრაზე დეკანობის მეორე კანდიდატმა პროფესორმა ნანა გულუამ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფაკულტეტი ღირსეულ პოზიციაზე დადგეს. ნანა გულუამ სტუდენტებს მისივე ხელმძღვანელობით, ამავე ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ფაკულტეტის ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზაცია და ელექტრონული სწავლების პროგრამაც გააცნო. ის კარგი მეცნიერია, კარგი მათემატიკოსია, მაგრამ ჩემის აზრით ვერ არის ის მენეჯერი, რომელიც სჭირდება უბრალოდ ფაკულტეტს. ჩემი სპეციალობა ზუსტად ისეთი არის, რომ სწორედ მას სჭირდება განვითარება აქ და ნიჭიერი სტუდენტების მხარდამჭერით მე სერიოზული პროექტების განხორციელებას ვაპირებ აქ. პროექტებისა, რომელიც ჩემს უნივერსიტეტს წარმოაჩენს, მეტი პრინციპულობაა საჭირო და პრინციპულობა არ არის რატომ? ალბათ, იმიტომ რომ არ არის სტუდენტებთან კომუნიკაცია. პირველ რიგში სტუდენტი და მე ჩვენი პროფესორი. და მე ვსაუბრობ, რომ მე არ მინდა რომ რაღაც გზელ ვადიანად 4 წელი, 8 წელი ვიყო დეკანი. პირიქით მზად ვარ იმისათვის, რომ როგორც კი ახლებურად შეუდგება, ახალი ხედვები გაჩნდება, ინოვაციური მეთოდები დაინერგება, მზად ვარ იმისათვის, რომ გადავდგეთ. დღეს ორივეს მოусმინეთ, რა თქმა უნდა, ბატონი მალხაზიც რაღაც მხრივ მართალია, იმიტომ რომ ფინანსებს შეიძლება ვერ მოიპოვებდეს და რაღაც, მაგრამ ქალბატონი ნანა უფრო ჭეშმარიტ ამბობს იმ მხრივ, რომ სტუდენტთან უფრო ხშირი კონტაქტი უნდა გქონდეთ. ელემენტარული წყლის პრობლემა უნდა მოგვიგვარდეს და საკვებზე, არა თუ ან ზედა კორპუსთან, ან ქვემოთ ორი გაჩერების გამო ჩავდიოდეთ და რაშიც 20 წუთი ნამდვილად არ ყოფნის. დაპირისპირება არის თანამედროვეობისკენ და ფაკულტეტის გაუმჯობესებისკენ, იმიტომ რომ მართლა ჩაძირულია ჩვენი ფაკულტეტი მთლიანად უნივერსიტეტში. ყველაზე დაბალ დონეზე ჩვენი ფაკულტეტია. დეკანობის კანდიდატთან შეხვედრებს სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტი ლაშა გაზდელიანიც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტში სტუდენტთა უფლებები დაცულია და ყველა პირობაა შექმნილი მათთვის. თქვენ წადით ჯავახიშვილის მაღალი კორპუსში, განი კორპუსში, მეორე კორპუსში, მეოთხე კორპუსში, ილიას უნივერსიტეტის ერთადერთი კორპუსის გარდა ყველა კორპუსი მოიარეთ, გპ-ის ერთადერთი კორპუსის გარდა ყველა კორპუსი მოიარეთ და მაშინ შევადაროთ და იქიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ დანარჩენზე. ხა ყველგან არის პრობლემები, ყველგან არის რაღაცა შეფერხებები, მაგრამ როგორც ასეთი სწავლა მიმდინარეობს შოუ რეჟიმში, კომპიუტერების საკითხი უკვე უნივერსიტეტის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ყველაფერი იქნება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამომდინარე. ეს ეხება ძირითადად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არა რომელიმე ფაკულტეტის დეკანს. რანაირი ინფრასტრუქტურა იქნება უნივერსიტეტში, ეს არ არის რომელიმე დეკანის გადასაწყვეტი ან გამოსასწორებელი ეს ამბავი. ეს არის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს კეთილნებაზე დამოკიდებული. უნივერსიტეტში 7-ვე ფაკულტეტის დეკანის არჩევნების კამპანია გრძელდება და ჩვენი გადამღები ჯგუფი კვლავ თვალს მიადევნებს საარჩევნო პროცესთან მიმდინარე მოვლენებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების გამორჩეული საინტერესო ბიოგრაფიის, სხვადასხვა პროფესიისა და ისტორიის მქონე პიროვნებების მიღება გაიმართა, რომელთა შორის იყვნენ ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოხელეები, განათლებისა და კულტურის, სპორტის, ქორეოგრაფიული ხელოვნების სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მუშაკები. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ გაწეული ღვაწლისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა მათ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. ჩვენ დღეს სიგელი დავაჯილდოვოთ ის ადამიანები, რომელთაც ნამდვილად გარკვეული კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში, აფხაზეთის საზოგადოების ისტორიაში. ღირსეული ადამიანები აღნიშნეთ ჩვენი უმაღლესი სიგელით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პატარა წახალისება ადამიანს, რომ შეახსენა, რომ ის გვახსოვს, რომ მისი გავლილი გზა ჩვენთვის დასაფასებელია და რომ ისინი ჩვენ გვიყვარს. თითოეული მკვლევარისთვის თავისი სამეცნიერო საქმიანობის შედეგად მიღებული ნაშრომი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია, მაგრამ მისი განსაკუთრებულობა და მისი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო იზრდება, როდესაც იგი ღირსი ხდება ესეთი მაღალი ჯილდოსი, როგორც არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. ჩვენთვის ეს დიდი პატივია და დიდი სტიმულია. დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც შეიტანა თავისი წვლილი იმაში, რომ შეფასება სწორი ყოფილიყო ისეთი ამ ნაშრომის, როგორც არის. დიდი მადლობა მათ. დაჯილდოებულთა შორის იყო ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ოთარ გაბელია, რომელიც 1977-82 წლებში თამაშობდა სოხუმის დინამოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ ჯილდოსთვის და რაც შეიძლება მალე ეს ჯილდოები ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს, რომელიც ჩავა სოხუმში და აფხაზეთში ჩავა და იქაც მიგველოცოს და ეს დღევანდელი დღე იმის დასტურია, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლა მომავალში ეს საკითხი გადაწყდება და ჩვენ ალბათ სოხუმში ვიზეიმებ ნებისმიერი ადამიანის, წარმატებული ადამიანის ჯილდოს გადაცემას და უამრავ სხვა დიდ ღონისძიებებს. შვიდივნის კინოთეატრ ამირანში რეჟისორ გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის ოცნებების სასაფლაოს ჩვენება შედგა. რეჟისორმა ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და გადაღებები 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. აფხაზეთი არის ჩვენი გული. აფხაზეთის გარეშე საქართველო არ არსებობს, ისევე როგორც აფხაზების გარეშე არ არსებობს საქართველო. ეს ფილმი ზუსტად იმაზე ლაპარაკობს, რომ ჩვენ არასოდეს ერთმანეთის მტრები არ ყოფილვართ. განგებამ და ბედმა სამწუხაროდ ძმებიც შხუბობენ ერთმანეთში და ძმებიც ომობენ. მთელი ისტორია ამით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ გავიაზროთ. 23 წელი გავიდა. და მე ვფიქრობ, რომ ამ ფილმში ყველას ექნება შესაძლებლობა ნახოს რა სულისკვეთებით ვიყავით ჩვენ იქ. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთისადმი და ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდი ამ ფილმის ამაზე მეტყველებს და საერთოდ მთელი ფილმის სულისკვეთება ამაზე მეტყველებს. მოგამ რომ დამირეკა და შემოთავაზა, მართლა ძალიან რთული ასახწერია, როგორ გამიხარდა ამაში მონაწილეობა. იმიტომ რომ ეს იყო შანსი, რომ ძალიან ბევრი რამე გამეგო და მოგრეთ ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფილმია და უსაყვარლესი დრო იმ მუშაობის კუთხით, თვითონ დრო მძიმე იყო. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს მოვახერხეთ ის, რომ ეს ფილმი ფართო მაყურებლის წინაშე წარდგება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით ბატონ გოგა ხაინდრავას დაბადების დღე მივილოცა. ფილმს მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო. ქართველი მაყურებელი 16 ივლისიდან რუსთაველისა და ამირანის კინოთეატრებში საფრანგეთში რესტავრირებულ ციფრულ ფორმატზე გადაყვანილ ოცნებების სასაფლაოს ნახავს. ძალიან რთული იყო ამის გახსენება, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ აგვახსენდა თუ რა დიდი ტრაგედია გადავიტანეთ ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ასე გმირობთ ვაჟკაცურად დაიღუპნენ ომში და მე მინდა კიდევ ერთხელ კედი მოვიხარო ამ
გმირების წინაშე და მათი ოჯახების წინაშე. მე ულოცავ ბატონ გოგას იმას, რომ აღადგინა ფილმი, დაკარგული იყო ფაქტიურად და მოახდინა მისი გაციფრვა, რაც ნიშნავს, რომ ფილმი უკვე დარჩება სამუდამოდ, ვინაიდან უნიკალური ასე დღეს უკვე ამას ვერ გადავიღებთ. ძალიან ბევრ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება და მე მგონი, რომ ქართული მაყურებელი ხელახლა დაუბრუნდება იმ რეალობას, რაც ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ 90-იან წლებში აფხაზეთში. რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი წარმოგიდგენთ წარმატებულ მოსწავლეს, აფხაზეთელ სანდრო შონიას. ის მერვე კლასში სწავლობს. მისი ინტერესთა სფერო მრავალმხრივია და მრავალფეროვანი. სიმღერა, ასტრონომია, ფეხბურთი, მათემატიკა და ახლა უკვე დიპლომატია სანდრო შონიას გადაცებების ჩამონათვალია. ბავშვობიდან მიყვარდა ყოველთვის ასტრონომია, სხვადასხვა პლანეტებზე წიგნები მაქვს უამრავი წაკითხული და ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ჩემი დისკსაც გავყევი და დიპლომატიამ და საერთაშორისო ურთიერთობებმა დამაინტერესა. ჩემი ჰობი, რა ვიცი, ალბათ ფეხბურთი. ძალიან მიყვარს ფეხბურთი საერთოდ, დიდი გულშემატკივარი ვარ და ბავშვობიდან მიზიდავს ეს სპორტი. სანდრო და მისი და-ძმები სამნი არიან: სალომე, სანდრო და გიორგი. სალომე უფროსია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სანდროს ამ სფეროთი დაინტერესება უფროს დას უკავშირდება. ჩემს ინტერესს ყოველთვის მიმართ, მათ შორის ჩემი პროფესიის მიმართაც მე ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე. და რომ დავაკვირდი, რომ აინტერესებდა დიპლომატია და ძალიან ბევრი კითხვა სვავდა, მე თვითონ ვიღებ ხოლმე რაღაც პროექტებზე ინფორმაციას და გავიგე ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი ატარებდა გაეროს ისტორიული კრიზისების მოდელირებას, ეს იყო ეს პროექტი ტარდებოდა ანაკლიაში და ვურჩი. ამის შედეგად თვითონ თავიდან დაინტერესდა, იყო ინფორმაციულ შეხვედრებზე, დახა თვითონ კონცეფცია როგორი იქნებოდა, დაინტერესდა და წავიდა. ის იყო ოპეკის, ეგრეთ წოდებულ ოპეკის კომიტეტში, ეს არის ნავთობის კრიზისის კომიტეტი, სადაც იყო ვენესუელას წარმომადგენელი და ეს არის მოდელირებები, ანუ ბავშვები რეალურად ზუსტად იგივე საკეთებენ, რასაც გაეროში, უბრალოდ რა თქმა უნდა, ეს არის დადგმული და სიმულირებული. ძალიან დიდი ცოდნა მივიღე მაგალითად როგორ უნდა ისაუბრო ამ შეხვედრების დროს. ვენესუელას წარმომადგენელი ვიყავი, ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა ეს და ვიყავი 1973 წლის ნავთობის კრიზისის კომიტეტში. გიორგი უმცროსია. იგი ქართული ხალხური ცეკვებითაა გადაცებული. უფროს ძამიკოსთან მეგობრობს და რჩევებისთვისაც ხშირად მიმართავს. გაკვეთილებს რომ მეცადინეობ, სუმეუბნება, დედა ჩემი როდესაც სახში არა, ჩამბარე გაკვეთილი და მაწერინებს მათემატიკას. ზოგჯერ ვეკითხები რაღაც რაღაცებს, ტელევიზორს უყურებთ რამეს და სულ რაღაც უფრო და უფრო კარგ რაღაცებს სანდროსგან ვიგებ. სანდროს უამრავ დიპლომსა და სიგელს შორის არის საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის სერტიფიკატი, რომელიც მას წელს სხვადასხვა ოლიმპიადებზე მიღებული შეფასებების გამო მიანიჭეს. მაღალი აკადემიური მოსწრების წყალობით შერშენ დევნილთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სლოვაკეთის საზაფხულო ბანაკშიც მოხვდა. სანდრო შონია ქალაქ თბილისის მწვანე სკოლაში სწავლობს. არის ინტელექტუალთა კლუბის წევრი. პედაგოგებისთვისაც და მეგობრებისთვისაც სანდრო გამორჩეული და მისაბაძია. ნიჭიერი ბავშვია, კარგი ანალიტიკური, უნარის პატრონი. უყვარს ისტორია, განსაკუთრებით საქართველოს ისტორია. უახლესი ისტორია და თავისთავად აფხაზეთის ტრაგედიის პერიპეტიები, დეტალები. რა ვიცი, მე ვფიქრობ,
ასეთი ბავშვებით ჩვენ შევძლებთ აფხაზებთან ურთიერთობის დამყარებას და თუ იქაც ესე დონეზე ასწავლიან ისტორიას, გასაგებია როგორც და რაღაც, მაგრამ დიალოგი და ამ ხრივ მეხარია რომ ესეთ თაობა მოდის და ესეთი ბავშვები იზრდებიან. პირველად მე-5 კლასში იყო, როცა გავიცანი. და მაშინვე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, იმიტომ რომ მე-5 კლასელ ბავშვს ჰქონდა საოცარად სხარტი და ელასტიური გონება. და არაჩვეულებრივ სიღრმეში მიაქვს კიდე ყველა საკითხი და ყველა დეტალი. სანდროს აქვს ერთგვარი თავისებური გამოთვლის მეთოდი მათემატიკაში, რაც იწვევს ჩემ აღფრთოვანებას და ის ზეპირად ამრავლებს საკმაოდ დიდ რიცხვებს. გაკვეთილზე ძალიან გვეხმარება ხოლმე მისი ასე ვთქვათ ეს ზეპირი დიდი რიცხვების გამოთვლის ხერხი და მეთოდი. ჭკვიანია, ასევე ძალიან კარგად გამორჩეულია მათემატიკაში, ძალიან კარგად ასწავლის მათემატიკას. ძალიან კარგად მეგობრობ, იმიტომ რომ არის კომუნიკაბელური ბავშვი, უყვარს როდესაც თავის მეგობრებს ეხმარება, ანუ შესაბამისად კეთილია ძალიან და ანუ მეგობრობაში ძალიან როგორ გითხრათ ახლა არის კარგი მეგობარი ძალიან. სანდროს ოჯახი გალიდანაა. მისი ბებია და ბაბუა ახლაც იქ ცხოვრობენ. ბებია და ბაბუა ჯერ კიდევ აფხაზეთში არიან და ხშირად ჩავდივართ ხოლმე მე, ჩემი და დედა ჩემი, ძმაც. მაგრამ ნუ ცოტა რთული არის გადასვლა. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ. იმიტომ მიყვარს, რა ვიცი, ხა სოფელი ყველა ბავშვს უყვარს ჩემი აზრით და მით უმეტეს ძალიან ლამაზი ადგილი არის და რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია დავკარგეთ ჩემი აზრით. ჩვენს მომდევნო სიუჟეტში გაგაცნობთ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელს, მეცნიერებათა დოქტორს არჩილ ჩოჩიას. წარმატებას რომ მიაღწიო, ყოველთვის სიახლეების ძიებაში უნდა იყო და ძალიან ბევრი იშრომო. ამბობს სოხუმელი ახალგაზრდა მეცნიერი არჩილ ჩოჩია, რომელიც 8 წელია ესტონეთში ცხოვრობს. არჩილი თბილისის მის მომავალ მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღე სტუმრობდა და ჩვენი გადამღები ჯგუფი მას ყველა სოხუმელისთვის საყვარელ ადგილას შეხვდა. იგი 2 წლის წინ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი გახდა. როცა დავიწყე დოქტორატურაში სწავლა, რა თქმა უნდა მინდოდა რომ თქვა დამთავრებინა იქ და ის დოქტორის წოდება მიმეღო ევროპულ უნივერსიტეტში და ეს ჩემი მიზანი იყო და როდესაც მოვახერხე ეს რა თქმა უნდა ძალიან მიხაროდა და სახში ძალიან გაუხარდათ და ეს ორმაგად სასიხარულო როდესაც თქვა აი საქართველოსდან ჩამოხვედი და საქართველოს აი ქართველი ხარ და იქ ეს წარმატებულად მიიღწე იმას რაც ჰქონდა თქვა დაგეგმილი. არჩილ ჩოჩია ცნობილი სოხუმელების წლების განმავლობაში აფხაზეთის ტელერადიო კომპანიის დირექტორის, გაზეთ აფხაზეთის ხმის მთავარი რედაქტორის თამაშ ჩოჩიას და სოხუმელი ექიმის ნუნუ ერქვანიას შვილია. როგორც თავად ამბობს, მშობლები დევნილობის წლებშიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არჩილს კარგი განათლება მიეღო და ყოველთვის პატივცემდნენ მის არჩევანს. ყოველთვის მშობლების მხრიდან იყო ესეთი რომ თუ სწავლას ეხება და განვითარებას ეხება რა თქმა უნდა ყოველთვის წინ არასდროს არ აგიდებოდნენ, ყოველთვის მხარს დაგიჭერდნენ და რა თქმა უნდა თავის დროზეც მე გამიხარდა რომ მხარი დამიჭირეს და ესეთ მითხრეს რომ თქვა რომ წავსულიყავი და ესე ჩემი იდეა და გადაწყვეტილება როდესაც უნდა მიმეღო დამეხმარე ამ გადაწყვეტილებაში და გვერდში დამიდგნენ. ეს რა თქმა უნდა ვიხარე, მაგრამ მონატრება აქვს ხა განიცდიან იმას რომ აი თქვა როდის დაბრუნდები. არჩილმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით კონფლიქტოლოგიის საკითხებზე განხორციელებულ პროექტებში. მალევე მიიღო შემოთავაზება ტალინის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ისიც დაუყოვნებლივ დათანხმდა. აქედან წამოვიდა ჩემი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში და უკვე ვაკეთებდით ევროპულ თანამშრომლებთან ერთად, ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად და შემდეგ მოწვევა მივიღე, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, რომ ესტონეთში მე მუშაობ 1 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში. იქ ევროპული პროექტების პოპულარიზაციის მხრივ ესტონელი ახალგაზრდებისთვის. რატო ესტონეთი? იმიტომ რომ სხვა ქვეყნებშიც იყო რაღაც შანსი წასვლის, მაგრამ ესტონეთი უფრო
ქვეყანა როცა პატარა ქვეყანაა, წყნარი ქვეყანაა და საქართველოსთვის ახლო ქვეყანაა, ასე ვთქვათ. შეიძლება გეოგრაფიულად არ იყოს ახლო, მაგრამ ბევრი აკავშირებს საქართველოსთან ესტონელ ხალხს, ესტონელები, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ჩემს ოჯახს პირადად აქ კავშირი ამ ესტონელებთან და რაღაც ესეთი ახლო ერია და ახლო ქვეყანაა ჩვენთვის და ამიტომ ვიფიქრე რომ წავსულიყავი. და ესე გადაწყდა ერთი წლის შემდეგ რომ ესეც ჩემი პროექტი მორჩა და რეალურად საქართველოში უნდა დაბრუნებულიყავი, უკვე ჩავაბარე დოქტორანტურაში და გადავწყვიტე ცოტა ხნით დარჩენილიყავი და გამეგრძელებინა სწავლება. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიოში 50 საუკეთესო სასწავლებელთა შორისაა და ლიდერია რეგიონში. არჩილ ჩოჩია ამჟამად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობს. ჩემი კვლევის ობიექტი კვლევა ეხებოდა საქართველოს და საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხებს. და შემდეგ ეს დოქტორანტურა დავამთავრე და დავრჩი ისევ აი სამართლის ფაკულტეტზე, სადაც მუშაობ ადმინისტრაციაში და სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობთ. იმიტომ რომ სწავლა გვაქვს ესტონურადაც და ინგლისურადაც და მე მეხება საბაკალავრო ინგლისური პროგრამა და გარდა ამისა ნაწილი ჩემი სამსახურის ეხება კვლევით პროექტებს. რო წერთ თქვა ჩვენ სახელმძღვანელოებს, წიგნებს, პუბლიკაციებს წერთ თქვა ევროკავშირის თემაზე. ისეთ საკითხებს ვასწავლეთ, როგორც არის თქვა სამართალი და ტექნოლოგიები. ანუ ეს ტექნოლოგიები ეს რო განვითარდა, სამართალი როგორ არეგულირებს ამას. უნივერსიტეტში 100-მდე ქართველი სწავლობს და სასწავლებლისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო კონტინგენტის მოზიდვა. მათ შორისაა ქართველი ახალგაზრდობა. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რამდენი ქართველი სტუდენტია ესტონეთში. ესტონური უნივერსიტეტებისთვის საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, როდესაც რეკლამას აკეთებენ. ჩამოდიან რომ უნდათ რომ ქართველი სტუდენტები იყვნენ, თქვათ სწავლობდნენ ესტონეთში და რამოდენიმეჯერ წელიწადში, რამოდენიმეჯერ ჩამოდიოთ უკვე რამოდენიმე წელია. ძირითადად ესეთი ესტონური უნივერსიტეტები ერთად ჩამოვდივართ და აქ რეკლამას ვაკეთებთ, თქვათ ექსპო ჯორჯიაზე გამოფენებს და ასე შემდეგ. მონაწილეობას ვიღებთ, როგორც ერთად ისწავლე ესტონეთში არის სტადი ინ ესტონია ესეთი პროგრამა. ესტონეთში საქართველოს კარგად იცნობენ და ბევრი იციან ჩვენ შესახებ. ეს იქაური ქართული სათვისტომოს დამსახურებაცაა, ამბობს სოხუმელი მეცნიერი. მას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს აფხაზეთის ესტონურ სოფლებში მცხოვრებ ესტონელებთან, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ ტალინში ცხოვრობენ. რამოდენიმე წლის წინ ბინას ვეძებდით, რო გვექირავა და ეს დავდიოდით და ერთ-ერთი ბინის გასაუბრების დროს პატრონი გვეკითხება, რომ საიდან ხართო. მოუთხარით რომ საქართველოსდან იქ ბებიაც ახლდან, ანუ მშობელი იმ ადამიანს, ვინც აქირავებდა ბინას. და იმ ხალხს გაუხარდა, მეც რომ საქართველოსთან ურთიერთობა მე ნახევრად საქართველოსდან ვარო ესე გამოდისა და რომ გამოველაპარაკეთ, თქვა რომ აღმოსავლეთ აფხაზეთიდან იყო ესტონელი თვითონ, მაგრამ აფხაზეთიდან წარმოშობით მეც რო უთხარი აფხაზეთიდან, ასე შემდეგ ცოტა შევყევით ლაპარაკს, გაიგო რომ ბაბუა ჩემი დავით ერქვანია მუშაობდა იმ კოლხოსში, სადაც ეს ქალბატონი მუშაობდა და მისი მშობლებიც და პირადად იცნობდა ბაბუა ჩემს და შემდეგ ერთი კვირის შემდეგ მითხრა რომ სახში მაქვს რაღაც ძველი წიგნიო და ვიპოვი აუცილებლად მოგიტანო დროინდელი აფხაზეთის შედაბეჭდილი პატარა წიგნი იყო ამ კოლხოზის ცხოვრებაზე, ესტონელების ცხოვრებაზე და სურათიც იყო ბაბუა ჩემს და ეს წიგნი სამახსოვროდ მაჩუქა მე. არჩილი ტალინელების სასიძოა. მისი რჩეული ესტონელი ემილია ელისაბედ კრუსმანია, რომელიც თავის მხრივ დიდ პატივცემს საქართველოს კულტურას და ტრადიციებს. ჩვენ ერთმანეთს 3 წლის წინ შევხვდით. გაცნობიდან მალევე დავმეგობრდით და დავინიშნეთ. აგვისტოში ქორწილს ვაპირებთ როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში. ბედნიერი ვარ, რადგან შევხვდი ქართულ მამაკაცს. ძალიან მიყვარს თქვენი კულტურა. სამწუხარო რომ ამ ინტერვიუს ქართულად არ ვიცლევ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სულ მალე ენის ბარიერსაც დავძლევ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შვილებმა ისწავლონ ქართული და ამ ენაზე ისაუბრონ. მინდა რომ უფრო მეტი დრო გავატარო აჩიკოს ოჯახთან. საქართველო ძალიან მომწონს. აჩიკო მომწონს და ჩემი კაცელი დედიკო და მამიკო. ძალიან კაი ნატელია მაქვს. ნატლია. ნატლია. საჭმელი მომწონს და თბილისი მომწონს. ძალიან ლამაზი ქალაქი. ახალგაზრდა მეცნიერს სამსახურეობრივ საქმეებზე ხშირად უწევს თბილისში ჩამოსვლა და ოჯახის და ქვეყნის მონატრებას ამით უმკლავდება. მიუხედავად სტაბილური სამსახურისა და სერიოზულ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისა, მის მომავალს მაინც საქართველოს უკავშირებს. რაღაც მხრივ ჩვენთვის ესტონეთის ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე იქნებოდა ალბათ სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ
ის ქართული სტუდენტები ვინც იქ არიან, ის ვცდილობთ, რომ თქვა, ურთიერთობა გქონდეს. რა თქმა უნდა, ეს გენატრება, რომ ეს თქვა ისრები, როდესაც აქ ცხოვრობდი. გენატრებიან ის მეგობრები, ვინც აქ არიან და ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, და ეს სიტუაცია გენატრება. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვინდა რომ დაუბრუნდეთ საქართველოში, ყველას კაი ვარიანტი დაუბრუნდეთ სოხუმში. მოგწონს გაიგე. მომდევნო სიუჟეტში გაგაცნობთ წარმატებულ სოხუმელს, კინოპროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას, რომლის მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი და უამრავი პრიზის მფლობელია. მე ვარ სოხუმელი, ვლადიმერ კაჭარავა, პროფესიით კინოპროდიუსერი. და 16 წლის ვარ. მონაწილეობას ვიღებდი გეტყვი ფილმებს. Keep Smiling-ი, ანუ გაიღიმეთ, ქუჩის დღეები, რენე მიდის ჰოლივუდში, დაკარგული კარასტანში, პრეზიდენტი, ლუბოვს აქცენტამ და ბევრი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები. ვიყავი მერვე კლასში, მე რაც მახსოვს, ბიჯექი ჩემთან სახლში სოხუმში. და ჯერ კინო მულტფილმი მიყვარდა ძალიან და მულტფილმის სამყაროში მინდოდა მოხვედრილიყავი რა. გადიოდა ესეთი რაღაცა იყო კინო ვიდეო ბიზნეს კოლეჯში რა და რატომღაც ჩავიგდი თავში რომ მინდა გავხდე კინო პროდიუსერი. რატო არ მახსოვს სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ იყო კინო პროდიუსერი დღესაც კი საქართველოში არის უცნაური სურვილი, იმიტომ რომ ყველას უნდა ან იყოს რეჟისორი, ან იყოს ოპერატორი, ან იყოს რაღაც. დროდადად ისეთი დრო იყო, მაინც უფრო ჩაკეტილი სივრცე იყო. და სახელდაგვარს რო კითხულობდნენ ვლადიმერ კაჭარავა, ნუ ვისიანია, რისიანია და ასე შემდეგ არ იცოდნენ და აქედან გამომდინარე ყოველთვის გვერდზე იდებოდა ჩემი პროექტები. გამიმართლა, იმიტომ რომ ევროპელები ჩამოვიდნენ კავკასიაში ესეთი პროგრამით ავანტი. შვეიცარიულმა ჩადეს ფული აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისთვის. და იქ გავბედე და გავაგზავნე აპლიკაცია, მოხდი და ყველაზე ახალგაზრდა პროდიუსერი ვიყავი ამ კოლში. და იქიდან დაიწყო რეალურად ჩემი განათლებაც და აი კინოში მოხვედრაც, ასე ვთქვათ. ჩემთვის კინო იყო კინოპროდიუსერის ზუსტად იგივე შემოქმედებითი მუხტის მატარებელი, როგორც იყო რეჟისორი. ამიტომ რომ სხვადასხვა მხრიდან უდგები საკითხს, რეჟისორის სხვა მხრიდან, პროდიუსერის სხვა მხრიდან, მაგრამ პროდიუსერის შემოქმედებითი ან წვის ნაწილი არის. ვიცი რომ საქართველოში 90% მის ამ ინდუსტრიაში პროდიუსერს აღიქვამენ როგორც სუფთა ტექნიკურ ადამიანს, რომელიც ეძებს დაფინანსებას და მხოლოდ უკეთებს ორგანიზებას, გადაღებებს და მორჩა. ეს არის საბჭოთა განმონაშთი, რომელსაც ეკვა დირექტორი. იყო პროდიუსერი იყო გუნდის წევრი, თანამოაზრე და რეალურად ყველაზე შავ, ცუდ და სარისკო სამუშაოს პროდიუსერი აკეთებს. წარმატების დროს რეჟისორი და მსახიობები არიან ყოველთვის წინაპლანზე და პროდიუსერი თითქმის არ ჩანს. წარმატებლობის დროს პროდიუსერი ჩანს და ასევე თუ ფინანსური რისკები, იმიტომ რომ საქართველოში საოცრად დიდი ფინანსური რისკებზეა საქმე მიმდგარი, იმიტომ რომ საგადასახადო კოდექსი მილიონი საკითხი, რომელიც ამასთანაა დაკავშირებული, არ არის გამართული იმისთვის, რომ ჩვენ კინო წარმოება გქონდეს ნორმალურ რეჟიმში. ჩაქრეთ შუქები. სახელმწიფო ძალიან იამაყება, როცა წარმატებას ვაღწევდა ვენეციაზე გადის ფილმი, ოსკარზე გადის, ან კანის ფესტივალზე, ან სხვა ფესტივალზე, მაშინ გამოდიან პოლიტიკოსები და ძალიან ამაყად განაცხადებენ, რომ აი ჩვენი კულტურა და რაღაცა სულ მესმის პოლიტიკოსების და აი ჩვენი კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და ასე შემდეგ და როგორ უნდა დაიცვა კულტურა და ენა კინოს გარეშე ვერ დაიცა, იმიტომ რომ კინო არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი შენი კულტურის ენის გატანის. ის გუდი შეიქრავი. ამბაიქრავი. მისგონსა ჩათუდა, მისგუდი ჩათქარვან. გვაქვს მოლაპარაკება რუდოლფ ჰერცოგთან, ვერნერ ჰერცოგის შვილთან.
რომელსაც მოეწონა ჩვენი გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დინოლა და სვანეთში უნდა გადაღება ზამთარში უკვე სკაუტინგი გავაკეთეთ და კმაყოფილები არიან. იქნება პროექტი ბრიტანულ, გერმანულ, ქართული ასეთი კოპროდუქცია. ვიყოს ხუმელი არ ვიცი რაღაც უფრო ჩემთვის დანაკლისს ნიშნავს, იმიტომ რომ ყველა გამოყრილები ვართ სახლიდან, სოხუმიდან და უფრო იმას ნიშნავს, რომ რაღაც ის დაკარგულის გრძნობას უფრო რა. მაგრამ მეორე მხრივ მეამაყება, რომ ვარ სოხუმიდან და ძალიან მინდა რომ დაბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში და აფხაზეთში გავაკეთოთ კაი დიდი კინოსტუდია. რა მახსოვს სოხუმიდან. სოხუმიდან მახსოვს რა მოზაიკურად რაღაცა ნაგლეჯები მახსოვს, მაგალითად ფეხბურთზე დავდიოდი და ბოლო დღე ჩვენი გუნდის შეკრების, როცა ჩვენი მწვრთნელი აი ძველ სტადიონზე ვარჯიშობდით ხოლმე და შევიკრიბეთ და რა თქვა რომ რაღაც არეულობა იწყება და დროებით უნდა შევაჩეროთ ვარჯიში და ну, მე შევიკრიბებთ. მე არასდროს არ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ომი დაიწყო. მახსოვს რაღაც ფერები მახსოვს. პირველად კანში როცა მოვხდი კანის ფესტივალს. ის ადგილას ცხოვრობდი, რომ ჩემს სახლის უკან ჩანდა მთა და მაშინ ზუსტად დედაჩემს დაურეკე და სკაიპი ჩავურთე და ვაჩვენებდი, რომ მეთქი როგორ გავს მეთქი სოხუმს თქვა რა, თავის ფერებით და რაღაცა ის მთის ფორმით და ასე შემდეგ. რაღაც ესეთი რაღაცეებია რა ჩემთვის. ზღვას როგორ არ ვაფასებდი ის მახსოვს. სულ ეხვეწებოდი რომ გუმიშტაზე წამიყვანე, დინარეზე წამიყვანე, დინარეზე წამიყვანე და ზღვისკენ გახედვა არ მინდოდა რაღაცა და მე რო აქეთ რო ჩამოვედით ძალიან როცა გაგვიჭირდა და საერთოდ აღარაფერი აღარ მქონდა არაფრის საშუალება, წლები ბევრი ხანი ზღვაზე არ ვიყავი ნამყოფი რა და მე ჩემმა მეგობარმა წამიყვანა ისიც და მახსოვს აი მატარებაში როგორ შემოვიდა ზღვის სუნი რა და მივხვდი როგორ მომნატრებია ზღვა. მახსოვს მამაჩემ, მახსოვს ბაბულაჩემ, ადამიანები ვინც ცოცხლები აღარა და გული მწყდება რომ ხშირად ვიხსენებ ხოლმე და აღვიქვავ რაღაცა აი მუსიკას რომ მოусმენ რაღაცა სიმღერას რომელიც იქ მაშინ მესმოდა რაღაცა ყოველთვის აღვიქვავდი რა ქვია იმდროინდელ კარგ ცხოვრებად და ყველა ერთად ვიყავით Seems like all I really was doing was waiting for you. Just like little girls and boys playing with their little toys. Seems like all we really were doing was waiting for love. ქორწილი სადღაც სასაცილო ისო ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. მივდექით როგორც კინოს. წავედით, გავაკეთეთ სკაუტინგი. სკაუტინგის შედეგად შევარჩიეთ გუდაურის თავზე მინდორია ის გადასახედი რომ იმის გვერდზე და გადავწყვეტით რომ იქ გაგვეკეთებინა. და ყველა ჩემი მეგობრები, კოლეგები სხვათა შორის ძალიან დაგვეხმარნენ და დაგვეხმარნენ იმაში რომ ეს ტენტები მოგცეს და ასე შემდეგ რა, გენერატორები და ასე შემდეგ. და დედაჩემს აბრაუნებოდი რომ ბუნებაში გავდივარ და დედაჩემ ამბობდა რა მეშველება ჩემ ნათესავებს როგორ ჩავხედო თვალებში პიკნიკი ვის გაუგია ქორწილი რაღაცა სად როგორ ანაირად და ესე გავაკეთეთ რა საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილი დარჩა იმიტომ რომ სულ დაერზე გავაკეთეთ ავედით ყველამ კარგად დავისვენეთ ღამე იქ გავათენეთ ვინც დარჩა ღამე გავათენეთ და მეორე დღეს წამოვედით რა სულ ყველა რა ჩემი მეუღლე არის ნათია ნიკოლაშვილი რომელიც არის ძალიან ნიჭიერი, იმიტომ კი არა მეუღლე რო არის რა, ძალიან ნიჭიერი ანიმატორი არის და ანიმაციის რეჟისორი. ბავშვი ყავს ტოლული, რომელიც ჯერ არ გამიტოლულებია, მაგრამ მე ხუმრობ ხოლმე რომ ეს ტოლულები არის ელიტარული კასტა ვართ.
იმიტომ რომ გვარით გადაიცემა ტოლილობა მხოლოდ და სისხლით. იყო პატრიოტი, ჩემთვის ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცებს რა, უნდა გამოიხატებოდეს ქვეყნის სიყვარულში, შრომის მოყვარეობაში, პატივისცემაში, შრომის მოყვარეობა ნიშნავს, რომ იამაყო იმითი, რასაც აკეთებ. მარტო იმით კი არა, ჩვენთან ყოველთვის ამაყობენ მხოლოდ და მხოლოდ წარსულით. და ეხლა რასაც აკეთებენ, ხო, იმითი დიდად არ ამაყობენ. შენი აზრი უნდა გქონდეს და მართლა დარწმუნებული უნდა იყო მაშინ, რასაც აკეთებ და უნდა გიყვარდეს. დღეისათვის სულ ეს იყო. გადაცემა აფხაზეთი მომდევნო კვირამდე გემშვიდობებად. მომავალ შეხვედრამდე.